გამარჯობათ, მე გახლავართ ვახტანგ გედიშერაშვილი, თქვენ იმყოფებით ჩვენს YouTube არხზე, გამოიწერეთ და დაალაიქეთ ჩვენი გვერდი. დღევანდელი გადაცემა შეეხება ორ აქტუალურ კითხვას, ჩვენი მომხმარებელიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად დასმული კითხვები არის დაფინანსებასთან დაკავშირებით და მეორე კითხვა რა წონაზე კეთდება ბარიატრიული ოპერაციები. ეს კითხვა თავში არასწორად ინტერპრეტირებულია, მაგრამ მომხმარებლის კითხვებია და ჩვენ პროფესიონალურად გავცეთ ამ კითხვებზე პასუხს. დავიწყოთ წონიდან. ზოგადად მსოფლიოში სიმსუქნის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი არის გაიდლაინი 2023 წლის სექტემბერში მიღებული გაიდლაინია, რის საფუძველზეც როდესაც სხეულის მასის ინდექსი არის 30 და თანდართული დაავადებები არსებობს, როგორც არის მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, პიკვიკის სინდრომი და ასე შემდეგ, მეტაბოლური ცვლის მოშლა. ამ შემთხვევაში პირდაპირ ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა. და იმ შემთხვევაში, როდესაც სხეულის მასის ინდექსი არის 35 და თუნდაც არ არსებობდეს თანდართული დაავადებები, უკვე ჩვენება ოპერაციული მკურნალობის. ალბათ გაგჩნდება კითხვა, როგორ უნდა გამოვთვალოთ სხეულის მასის ინდექსი. ამისთვის არსებობს კალკულატორი, სხეულის მასის ინდექსის გამომთვლელი, რომელიც ინტერნეტში ონლაინ შეგვიძლია ვიხილოთ, თუ არა და გეტყვით, რომ სხეულის მასის ინდექსი ითვლება სიმაღლე გაყოფილი წონაზე მეტრ კვადრატში. მაგრამ ასე უფრო გაგირთულდებათ, შეგიძლიათ ჩაწეროთ BMI კალკულატორი search-ში, ამოვარდება გრაფა, სადაც მიუთითებთ თქვენს ასაკს, წონას, სიმაღლეს და ავტომატურად გამოითვლება თქვენი სხეულის მასის ინდექსი. დაფინანსებასთან დაკავშირებით სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობს დაფინანსების წყარო სტაბილური, ამ ეტაპზე აფინანსებს მხოლოდ რეფერალური განყოფილება ჯანდაცვის სამინისტროსი, ისიც რიგ შემთხვევებში, როდესაც სხეულის მასის ინდექსი არის 50 და მეტი. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ციფრია, 50 სხეულის მასის ინდექსით პაციენტი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, აქვს უამრავი თანდართული დაავადება, სჭირდება ძალიან დიდი მომზადება და სკულპტუროზული მომზადება ოპერაციისთვის, რაც რა თქმა უნდა რისკებს წევს როგორც ოპერაციის მიმდინარეობის, ისე პოსტოპერაციული პერიოდის მართვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვეშინია რისკების და გართულებების, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პაციენტებს თავაზობთ უმაღლესი ხარისხის ჯანდაცვას, უმაღლესი ხარისხის კატეგორიის მედპერსონალის დახმარებით, რა თქმა უნდა, ბარიატრიული ქირურგია არ არის ერთი ადამიანის ქირურგია, გუნდია ჩართული, პროფესიონალების გუნდი მუშაობს ყველა პაციენტთან, ყველა პაციენტთან ხდება ინდივიდუალურად ოპერაციის შერჩევა და პოსტოპერაციული პერიოდის მართვა. სამწუხაროდ დაფინანსებებთან დაკავშირებით კერძო სადაზღვევებისგან უმეტეს შემთხვევაში არის უარი, რაც ძალიან გასაკვირია, მარტო იქიდან რომ დავიწყოთ, რომ ფინანსური ანალიზი გაკეთდეს, მე მქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტები ხვდებიან თუნდაც რეანიმაციულ განყოფილებაშიც კი სუნთქვის უკმარისობით. ასეთი პაციენტების ფინანსური უზრუნველყოფა თუნდაც სახელმწიფოსგან და თუნდაც კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან ბევრად ძვირიჯდება შედარებით ვიდრე დააფინანსოს ბარიატრიული ოპერაცია, პაციენტის წონის ნორმალიზაცია მოხდეს, რემისია მოხდეს იმ თანდართული დაავადებებისა და ბევრად იაფიუჯდება ასეთ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიებს ასეთი პაციენტების მომსახურება, ვიდრე არ დაუფინანსო ოპერაცია, რომელიც არ არის პლასტიკური ქირურგია, სამწუხაროდ პლასტიკურ ქირურგიაში გაყავს უმეტეს კერძო სადაზღვევოს, ეს არ არის პლასტიკური ქირურგია, ეს არის სიცოცხლის გადამრჩენი ქირურგია. ამ ქირურგიით შეგვიძლია ვებრძოლოთ 20-ზე მეტ დაავადებას ერთი ჩარევით, ძალიან შთამბეჭდავი შედეგებია, არა მარტო საქართველოში, მთელი მსოფლიოსთვის აღიარებულია ეს საკითხი, იმიტომ რომ დიდი პრობლემის წინაშე დგას მსოფლიო. ძალიან მოიმატა დაავადების რაოდენობა, სიმსუქნე გახდა ნომერ პირველი პრობლემა მსოფლიოსთვის და აქედან გამომდინარე ბევრად უფრო აქტიური გახდა ამ პრობლემასთან ბრძოლის და გადაწყვეტის საკითხებზე მსჯელობა. საქართველოში სამწუხაროდ ამ ეტაპზე
არ ფინანსდება ოპერაციები იმ სხეულის მასის ინდექსზე, რა სხეულის მასის ინდექსზეც მოწოდებულია, რომ გაკეთდეს ოპერაციული ჩატარდეს ოპერაციული მკურნალობა და ძირითადად პაციენტებს უწევთ საკუთარი ფინანსებით თავისი ჯანმრთელობის დაფინანსება. რაც შეეხება რა დროს კეთდება ბარიატრიული ოპერაცია? აქ არ არის მარტო წონაზე დაკავშირებული, რომ მოდის წერილები თქვა 96 კილოზე თუ შეიძლება რომ გაკეთდეს ოპერაცია. ვიდეოს თავშივე აღვნიშნეთ, რომ აქ უნდა გამოითვალოს სხეულის მასის ინდექსი და ყველაზე მთავარი გასათვალისწინებელია ის სტანდარტული დაავადებები და ის ზოგადი მდგომარეობა პაციენტების, რაც აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში და მთავარია რომ პაციენტი თვითონ თვლიდეს, რომ სჭირდება ეს დახმარება და არა იმიტომ რომ რაღაც 5-10-15 კილო ვიზუალური ეფექტისთვის გვაქვს დასაკლები, ამ დროს არ მიმართავთ ბარიატრულ ქირურგიას. უმჯობესია მიმართოთ ენდოკრინოლოგს, მიმართოთ სწორი კვების რეჟიმს, ჯანსაღი ცხოვრების წესს და მივახცევთ იმ მიზანს, რა მიზნის მიღწევაც გვინდა, თქვათ, ქირურგიის დახმარებით. როგორ უნდა მოვიპოვოთ დაფინანსება? ამისათვის საჭიროა მობრძანდეთ კონსულტაციაზე. ანამნეზიდან გამომდინარე ჩატარდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, დაისმება დიაგნოზი, თქვენ თანდართული დაავადებები გახდება ჩვენთვის ცნობილი, ამის საფუძველზე დაიწერება ფორმა-100, რომელიც გადაიგზავნება ჯანდაცვის სამინისტროში განსახილველად. ამის შემდეგ თუ ის კრიტერიუმები იქნება დაკმაყოფილებული, რაც მოთხოვნილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მიიღებთ დაფინანსებას. გარკვეულწილად სამწუხაროდ 100%-იანი დაფინანსება ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს და ფინანსდება ნაწილობრივად. კონკრეტულ თანხას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ სხვადასხვა შემთხვევებზე სხვადასხვა ფინანსები გადმორიცხვა ხდება. ამის შემდეგ უკვე კეთდება სტანდარტული კვლევები წინა საოპერაციო, ინიშნება ოპერაცია, შეირჩევა თქვენთვის ოპტიმალური ჩარევა ქირურგიული და დაინიშნება ქირურგიული მკურნალობის თარიღი. მადლობა რომ აქტიურობთ ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე, გამოიწერეთ და დაალაიქეთ ჩვენი YouTube არხი, აგრეთვე ნახეთ ჩვენი TikTok პლატფორმა, სადაც სხვა განსხვავებული ვიდეოები იდება და საკმაოდ დიდ ინფორმაციას მიიღებთ თემასთან დაკავშირებით. იაქტიურეთ, გამოგიგზავნეთ თქვენთვის აქტუალური შეკითხვები, რომელზეც აუცილებლად ამომწურავ პასუხს გაგცემთ. თქვენ იმყოფებოდით ჩვენს YouTube არხზე, მე გახლავართ ვახტანგ გედიშერაშვილი. მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობას.